აღზრდის სკოლა მშობლებისათვის გრძელდება. დღეს უნდა ვისაუბროთ გარდატეხის ასაკზე, მის გარშემო დატრიალებულ არც თუ ისე სასიამოვნო ორომტრიალზე და ჩვენ შევეცდებით დაგანახოთ ის ათვლის წერტილი, საიდანაც ზრდასრული პიროვნების ჩამოყალიბება იწყება. ჩემი დღევანდელი პოდკასტის სტუმარია ფსიქოკონსულტანტი, კოუჩი ნინო ეფხოშვილი, რომელიც აგრეთვე გახლავთ მოზარდების სივრცის საზამთროს დამფუძნებელი. მოგესალმები ხათუნა, ძალიან აქტუალური თემაა და ძალიან მიხარია თქვენთან ყოფნა. ძალიან დიდი მადლობა, რომ ხართ ჩვენი სტუმარი. ვემზადები, რომ რაღაც ძალიან გემრიელად უნდა ვისაუბროთ ამ თემაზე, რადგან მოზარდობა ზოგადად უმნიშვნელოვანესი პროცესია თითოეული ჩვენთაგანის ცხოვრებაში, როგორც ყველა პროცესი, თუმცა მოზარდობა არის რაღაცა განსხვავებული, ემოციურად დატვირთული, მტკივნეული, არც თუ მარტივი მისაღები, როგორც ბავშვისთვის, ასევე მშობლისთვის და მოდი ვისაუბროთ გარდატეხის ასაკზე. კი ბატონო, ხო, აი გარდატეხის ასაკზე ყველაზე პირველი, რასაც ვამბობ ხოლმე, ბავშვები იწყებენ, ასე ვთქვათ, ცუდად მოქცევას. მშობლებს ესეთი აქვთ ხოლმე, რა ქვია, შფოთვა ამასთან დაკავშირებით და მე კიდევ მშობლებს ვეუბნები ხოლმე, რომ თუ შვილი გეწინააღმდეგებათ, გილოცავთ, თქვენი შვილი კარგად ვითარდება, სწორად ვითარდება. მოკლედ, გარდაუვალი ეტაპია ეს გარდატეხის ასაკში კი, როცა ვიწყებთ, ასე ვთქვათ, დამოუკიდებელ ადამიანად ფორმირებას და იქამდე, ვიდრე აი შევეხებით იმ სეპარაციის პროცესს, საიდანაც იწყება, ასე ვთქვათ, მოზარდის ზრდასრულ ადამიანად ფორმირება, აი პირველი, რასაც ვეჯახებით ხოლმე, გარდატეხის ასაკს, რასაც ვეძახით. რითი იწყება რეალურად გარდატეხის ასაკი? ეს არის ფიზიოლოგიური ცვლილებები, რაც ხდება მოზარდის ორგანიზმში და ამის გამო ის საკუთარი თავის მიუღებლობა, რომელიც აქვს მოზარდს. და აი ამის გამოხატულებაა ყველაფერი ის, რასაც ჩვენ გარდატეხის ასაკს ვეძახით. და ცუდად ქცევად ვრაცხავთ ხშირად. კი, და იმ ეტაპიდან, როდესაც მოზარდები იწყებენ ეგრეთ წოდებულ ცუდად ქცევას, ანუ აღარ ემორჩილებიან, ასე ვთქვათ, მშობლების დირექტივებს, მითითებებს და ასე შემდეგ, პირიქით შეიძლება საწინააღმდეგოსაც აკეთებენ. ეს არის სწორედ ის ეტაპი, როდესაც მოზარდი იწყებს, ასე ვთქვათ, თვითდამკვიდრებას, ანუ სეპარაციას მშობლისგან და აქ სხვათა შორის ძალიან მნიშვნელოვანია, ბევრი თეორია არსებობს ამაზე, როგორ ხდება ეს სეპარაციის პროცესი, რა ასაკიდან იწყება და ასე შემდეგ, მაგრამ არის ერთ-ერთი თეორია, რა თქმა უნდა, ეს ახლა ძალიან პირობითია, მაგრამ ერთ-ერთი თეორიის მიხედვით 0-დან 7 წლამდე მოზარდს აქვს მიჯაჭვულობა დედაზე და 7 წლიდან იწყებს სეპარაციას დედისგან და შესაბამისად 7 წლიდან აქვს ანტაგონიზმი დედასთან, ანუ დედა რასაც ამბობს, უნდა რომ ის საწინააღმდეგო დააფიქსიროს, ან დედის როლში მყოფი ადამიანისგან და 7-დან 14 წლამდე მოზარდს აქვს მიჯაჭვულობის პერიოდი, ასე ვთქვათ, მამაზე და 14 წლიდან უკვე იწყებს ანტაგონიზმს მამასთანაც, ანუ ეწინააღმდეგება მამასაც, ან მამის მსგავს, ანუ მამის როლში მყოფ ზრდასრულს და ანუ 14 წლიდან პირობითად ითვლება, რომ ეს უკვე იწყება მოზარდის სრული სეპარაცია, ანუ მოზარდი იწყებს თვითდამკვიდრებას და ამ პერიოდში ყველაზე წინააღმდეგობრივი ხდება ბავშვი. ძალიან საინტერესოა, რომ ახსენე აი ის გარკვეული ცუდად ქცევას, რასაც ეძახიან და მე გამახსენდა თვითონ ბავშვის ნაყოფის ფორმირების პროცესი დედის მუცელში, როდესაც ერთ მშვენიერ დღეს ნაყოფი ვეღარ ეტევა, სივრცე აღარ აქვს, ის სივრცე მისთვის ძალიან პატარა და სწორედ მისი დაბადება იწყება მაშინ, როდესაც მას არ ყოფნის სივრცე და მას შეუძლია გაიბრძოლოს. ანუ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ნაყოფი, რომელიც ვერ იბრძვის მეტი სივრცისთვის, ითვლება ასე ვთქვათ, წყალებში სუსტ ნაყოფად, ან რაღაცა ასე ვთქვათ, სწორად არ მიდის და ამ შემთხვევაში ეხმარებიან ხოლმე და საჭირო ხდება ხელოვნური ჩარევა. და ეხლა რო ახსენე ზუსტად ეგ გამახსენდა, რომ ბავშვი, რომელსაც უკვე სივრცე აღარ ყოფნის, დიდია ის. და ის როგორც ჩვენ ვექცევით და რა სივრცესაც უქმნით, როგორც კი მას უჭერს, ის იწყებს გაბრძოლებას და ეს გაბრძოლება არ არის ცუდად ქცევა, ეს არის დაბადება, პიროვნების დაბადების პროცესი და ნებისმიერი დაბადების პროცესი არის მტკივნეული. თუმცა თუ გააზრებული გვექნება, მაშინ არის სასიხარულოც პარალელურად. კი, ძალიან ზუსტი ანალოგია იმ მომენტიდან, რა მომენტიდანაც მოკლედ დასრულობა იწყება, აი ეს არის ის გაბრძოლება, ის ანტაგონიზმი, ეს წინააღმდეგობა, რაც მოკლედ მშობლებს ესე ძალიან არ მოგწონს ხოლმე, თუმცა ზუსტადაც ეს არის ძალიან ნორმალური განვითარება და კარგი განვითარება მოზარდის, იმიტომ რომ ამის გარეშე დასრულობა არ დადგება და ხშირად ვაწყდებით იმას, რომ შეიძლება ადამიანის დასრული იყოს ფიზიკურად, მაგრამ არ
ჰქონდეს მოკეთ ემოციური და ფსიქიკური დასრულობა, ზუსტად იმის გამო, რომ ეს სეპარაცია არასდროს არ მოხდა და დათრგუნეს და არ მისცეს საშუალება, რომ წინააღმდეგობაში მოკეთ შესულიყო და ბოლომდე დაბადებულიყო. კი, მე მახსენდება ეს დამჯერი შვილები, რომლებიც ესე ძალიან მოწონთ ხოლმე მშობლებს და შემდგომ უკვე ეს დამჯერი შვილები, როდესაც 40-50 წლის ასაკშიც ისეთივე დამჯერი შვილები არიან, როგორც ბავშვობაში, ანუ არ მოყავთ ცოლად ის, ვინც უნდა და მოყავთ ის, ვინც უნდა მშობელს, ან არ ირჩევენ პროფესიას, რომელიც თვითონ უნდა. არ ირჩევენ პროფესიას, რომელიც მათ სურთ, ვერ გადადიან საცხოვრებლად ცალკე და ჩუმად ეწევიან თამბაქოს, ასე ვთქვათ, სადარბაზოში და უკვე 50-ს არიან გადაცილებულები, აქ არანაირად არ ვაკეთებ, რა თქმა უნდა, თამბაქოს მოწევის პოპულარიზაციას. მათ არ შეუძლიათ იყონ ისინი, ვინც არიან და ხმამაღლა თქვან, გამოხატონ თავიანთი აზრი. ეს არის ტრაგედია და სხვა შორის მე შემიმჩნევია, რომ ჩვენს გარშემო სამწუხაროდ ბევრია ასეთი ადამიანი. კი, ეს არის ზუსტად, როცა ვსაუბრობთ სეპარაციაზე, აუცილებლად უნდა ვისაუბროთ ფიზიკურ, ემოციურ და ფსიქიკურ სეპარაციაზე და სამივე ნაწილში თავისი, ასე ვთქვათ, ეტაპებია რა, როგორ უნდა დავიწყოთ ფიზიკური სეპარაცია, მაგალითად, პირადი საზღვრების დაცვით და პირადი საზღვრები ზუსტად ისევე, როგორც სეპარაციის, ასე ვთქვათ, სფეროები, ასე თუ შევხედავთ, ეხება ზუსტად ფიზიკურ, ემოციურ და ფსიქიკურ პირად საზღვრებს და ამის ფორმირების გარეშე მოზარდი ვერ გახდება მოკლედ დასრული, ან ფიზიკურად დამოუკიდებელ ადამიანებსაც ხო ვიცნობთ, რომ ფიზიკური დამოუკიდებლობის მოპოვება არის პირველი, შემდგომ მივდივართ ემოციურზე და მივდივართ მოკლედ ფსიქიკურზე და რეალურად სამივე გამოწვევაა და სამივე მტკივნეულია, იმიტომ რომ რაღაცნაირად თუ ეს არ მოხდა, მივიღებთ ზუსტად იმ ცნობიერებაში მყოფ ადამიანს, რასაც ჩვენ ძალიან ხშირად უწოდებთ ხოლმე მსხვერპლის ცნობიერებაში მყოფ ადამიანს, რომელსაც გონია რომ სხვამ უნდა გადაარჩინოს და თვითონ ვერ გრძნობს, რომ არის თავისი ცხოვრების, ასე ვთქვათ, თანაშემოქმედი და თვითონ აქვს მოკეთ პასუხისმგებლობა საკუთარ ცხოვრებაზე. ნინო, ეს ემოციური, ფიზიკური და ფსიქიკური სეპარაცია გამოყოფა, ასე ვთქვათ, ხო, დამოუკიდებლობა თუ ვინმესთვის სიტყვა სეპარაცია მიუღებელია. აი ეს დამოუკიდებლობის და გამოყოფის პროცესი სამივე დონეზე ერთდროულად ხდება თუ რაღაცა გარკვეული თანმიმდევრობით? ხო, იდეაში ერთად ხდება ეს ყველაფერი, უბრალოდ ჩვენ გამოვყოფთ ხოლმე, რომ უფრო გასაგები გავხადოთ. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ხდება ერთად და ეს არის რაც უფრო თანდათანობით ვაკეთებთ ამას, მაგალითად აი ფიზიკური სეპარაცია რა დოზით შეგვიძლია მივცეთ მოზარდს, ხო? იქ რაღაცა პირობითად ვამბობ, მის ოთახში შესვლის წინ რომ დავაკაკუნოთ, ესეც ერთგვარი პირადი საზღვარია და რაღაც ასაკში ესეც უკვე უნდა იქცეს, ასე ვთქვათ, ნორმად, რომ ფიზიკურად უსაფრთხოდ იგრძნოს მოზარდმა თავი. რეალურად სეპარაციის დროს ყველაზე საერთოდ ზრდისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის უსაფრთხო სივრცის არსებობა. ანუ სახლი უნდა იყოს ადგილი, სადაც მე ფიზიკურად, ემოციურად და ფსიქიკურად უსაფრთხოდ ვარ. რაც ნიშნავს იმას, რომ მე მაქვს საშუალება თავისუფლად გამოვხატო ყველა ჩემი აზრი, ყველა ჩემი ემოცია და ყველა ჩემი ქცევა. ნუ რა თქმა უნდა, ეხა ეს ქცევა რაღაცა ისეთი შეიძლება, ანუ რაღაც ჩარჩოში არის ხოლმე ეს თავისთავად მოქცეული. თუმცა აი ეს რომ მე ჩემი სივრცე მქონდეს, სადაც მექნება ფიზიკური, ემოციური და ფსიქიკური უსაფრთხოება, მაძლევს იმის საშუალებას, რომ გავიზარდო და მოზარდობიდან მოკეთ დასრულობაში გადავიდე. სხვა შორის აი მშობლებს, რომლებიც ამაყობენ ხოლმე იმითი, რომ ჩემი შვილი ამის თქმას მე როგორ გამიბედავდა და როგორ მეტყოდა, მინდა ვუთხრათ, რომ რაღაცა ვერ მოვუწონო ეს აქციელი. იმიტომ რომ უსაფრთხო, ხო, ძალიან ხშირად უსაფრთხო გონიათ, რომ რაღაცა იცავს შეშვილს რაღაცისგან და უსაფრთხოა სივრცე მაშინ თუ არავინ შემოგივარდება ან რაღაც ცუდი არ ხდება. რეალურად სახლში როცა ხარ, შინ როცა ხარ, როცა შეგიძლია იყო ის ვინც ხარ. ჯერ ისედაც ძალიან გვიჭირს რომ აღმოვაჩინოთ ვინ ვართ რეალურად და როდესაც მუდმივად უნდა ვიყოთ მორგებულები, ეხა მოზარდის მდგომარეობა რო წარმომიდგენია, ხო, ახალი სხეული, ახალი ფორმები, ახალი ჰორმონები, მოთხოვნილებები და ამ დროს უნდა იყო მუდმივად მორგებული, ხო, ეს რა თქმა უნდა ძალიან მძიმეა მოზარდისთვის, მაგრამ ეს ასევე მძიმეა მშობლისთვის. პირველ რიგში, იმიტომ რომ მშობლების ცნობიერება ხშირად არ არის მზად იმისთვის, რომ ეს ყველაფერი მიიღოს. ჩვენ ბავშვობიდან ვიზრდებოდი და გვზრდიდნენ, ну, შეიძლება პირადად მე არა, მაგრამ კი, ასე ვთქვათ, კოლექტიურ არაცნობიერზე რო ვისაუბროთ, იყო გარკვეული მიღებული ქცევის მოდელი, არის გარკვეული პატერნები და ის რომ მშობელმა თქვა, შენ უნდა დაუჯერო, მშობელმა ყოველთვის მეტი იცის, ყოველთვის უკეთ იცის და უფროსი ყოველთვის მართალია.
და აი ეს არასწორი მიდგომები, რომ შენ სანამ სულ უფროსი იქნება შენზე მშობელი და შესაბამისად სანამ მშობელი ცოცხალია, შენ არასოდეს არ შეიძლება თქვა ჭკვიანური და არ ხარ მართალი. აი ეს მიდგომები შესაძლებელი ამ წუთში არ არის ასეთი ფორმით, მაგრამ ამას გარკვეული გავლენა მაინც აქვს დღევანდელ მშობლებზე. და მათ გონიათ რომ აი ეს ზეწოლა ამით შეიძლება შვილი დაიცვან. მოდი აი ეს დავამსხვრიოთ, რომ კონტროლით შეიძლება შენ დაიცვა შენი შვილი. გადამეტებული კონტროლი. ან სად არის გადამეტებული კონტროლი ზღვარი სად გადის? ხო, ძალიან სწორი აქცენტია ხა თუნა ეს ასე ვთქვათ, ერთ-ერთი პირველადი რესურსი არის ნდობა. რაც ფაქტიურად არ არის დასწავლადი, ეს არის რაღაცა მოდელები, რომელსაც ვიღებთ ხოლმე იმ გარემოდან, სადაც ვართ და თუ მე როგორც მშობელი ნდობას არ ვუცხადებ ჩემს მოზარდს და მუდმივ კონტროლში მყავს, მასში არ ხდება ეს ნდობის რესურსის ფორმირება, შესაბამისად ამ ადამიანს ძალიან გაუჭირდება გარემოსთან ადაპტაციაც და სოციუმთან ადაპტაციაც და საკუთარი თავისი ნდობაც გაუჭირდება და შესაბამისად ნდობის და კონტროლის ბალანსი არის ის ოქროს შუალედი, რომელიც მე მეხმარება მე შემდგომ უკვე საკუთარი თავის აღმოჩენაშიც და მე იმის რეალიზებაშიც, რასაც აღმოვაჩენ და თუ მუდმივად მოკლედ ვარ კონტროლში და არ ხდება ჩემში ნდობის რესურსის, ასე ვთქვათ, განვითარება, მეც ვერ ვენდობი ვერც საკუთარ თავს, ვერც გარემოს და შესაბამისად არაფრის რეალიზება, გამიჭირდება ძალიან რაღაცების რეალიზება და სულ ვიქნები, ასე ვთქვათ, გადარჩენის რეჟიმში, სულ ვიქნები ბრძოლის რეჟიმში და განვითარება იქნება ჩემთვის ყოველთვის ძალიან ესეთი დიდი ძალისხმევასთან დაკავშირებული. და კონტროლზე საპასუხოდ ბავშვს ყოველთვის უნდა რომ გაიქცეს. ხო, კონტროლიც ხო, ასე ვთქვათ, შიშით ნაკარნახევი ქცევა და ნდობა უფრო სიყვარულით ნაკარნახევი, ასე ვთქვათ, ქცევა და შესაბამისად, ხო, ბევრად უფრო მარტივი არის ხოლმე ცხოვრება, როდესაც სიყვარული უდევს, ასე. ჩვენ კი, რა თქმა უნდა, ეს კონტროლიც მშობლებს ბუნებრივია სიყვარულიდან გამომდინარე გვაქვს, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ გავაცნობიეროთ, რომ რა უფრო დაეხმარება მოზარდს, მოკლედ, ნდობა თუ კონტროლი და სად გადის აი ეს ზღვარი. ეს ხა ამის, რა თქმა უნდა, ზოგადი ფორმულა არ არსებობს. და უნივერსალური ფორმულა ეს ძალიან ინდივიდუალურია. თუმცა უნივერსალური არის ის, რომ ყველა ქცევის უკან იდგეს გაცნობიერებული, ასე ვთქვათ, ქცევის უკან იყოს გაცნობიერებული არჩევანი. რატო ვაკეთებ ამას და რას ემსახურება ეს ყველაფერი? მნიშვნელოვანი იცი რა არის, რომ სანამ მე ამ კონტროლს გამორთავ, ანუ მე ჩემში არსებული მსხვერპლი უნდა დავამუშავო. ამიტომ, როდესაც ჩვენ ვიძლევით გარკვეულ, თქვათ, რჩევებს, მე ვიცი, რომ ეს არ არის მარტივი. ეს არის ძალიან სერიოზული მუშაობა. გაცილებით მარტივია, მუდმივად აკონტროლებდე მის ტელეფონს, უსმენდე, უყურადებდე, მის პირად ნივთებში ძრებოდე, არ აძლევდე საშუალებას პირადი საზღვარი გქონდეს, დაყვებოდე ყველგან. აუხერხულობაში აგდებდე და ამის გამო იყოს ან გახდეს ან აგრესიული, ან პირიქით მომთმენი და ყლაპავდეს ყველაფერს. ეს უფრო მარტივი არის, ვიდრე მუშაობა ამ ყველაფერზე, იმიტომ რომ აქ მივდივართ იქამდე, რომ შენ უნდა დაიწყო შენ ტკივილებზე მუშაობა. შენ უნდა პირველ რიგში შენი თავი გადაარჩინო. და ხშირად მშობლებს გონიათ, რომ ჩემი თავი ჯანდაბას მე შვილისთვის გავაკეთებ ყველაფერს. ვერ გააკეთებთ ვერაფერს შვილისთვის იმაზე მეც, რომ საკუთარ თავს მიხედოთ და საკუთარი ტრავმები დაამუშავოთ. ფიზიკურად სხვაგვარად არ ხდება. იმიტომ რომც იკავებდეს მშობელი, ქცევა შეცვალოს, მორგება დაიწყოს და ძალით იკავებდეს ამ კონტროლს და არ გამოხატავდეს, ის დაძაბულობა აუცილებლად იგრძნობა ოჯახში კი და ბავშვს აქვს სურვილი რომ გაიქცეს. კი, ამაზე ძალიან ბევრი მისაუბრია, ზოგადად, როდესაც მუშაობთ მოზარდებთან, პარალელურად მუშაობთ მშობლებთან და ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ მშობლებს უფრო მეტი მუშაობა გჭირდება, ვიდრე მოზარდებს ამ პროცესში და ძალიან ბევრს ვსაუბრობ ყოველთვის იმაზე, რომ საწყისი, ასე ვთქვათ, ნებისმიერი ინდივიდის განვითარებისთვის არის ჯანსაღი თვითშეფასება და ჯანსაღი თვითშეფასება დგას საკუთარი თავის უპირობო მიღებაზე და სიყვარულზე. და თუ მშობელს არა აქვს, მოკლედ, საკუთარი თავის უპირობო მიღება და სიყვარული, არასდროს
არ გამოსდის ეს შვილთანაც. რას ნიშნავს ეს? მაინც, მე თითქოს ყველა თანხმდებით იმასე, რომ ჩვენი შვილები უპირობოდ გვიყვარს. თუმცა მე თუ ჩემ თავს მუდმივად პირობებს ვუყენებ, რომ იმისთვის რომ მე ჩემი თავი მივიღო, უნდა ვიყო ლამაზი, უნდა ვიყო ჭკვიანი, უნდა მქონდეს გარკვეული შედეგები, გარკვეული ფინანსები და ასე შემდეგ. გინდა არ გინდა ამის ტრანსლირებას ვახდენ შვილთანაც და მასაც მუდმივად უყენებ პირობებს და უკვე ისიც ხდება, ასე ვთქვათ, აი ამ პირობების მსხვერპლი. და ისიც ფიქრობს, რომ თუ რაღაცა იმისთვის რომ იყოს საკმარისი, იმისთვის რომ იყოს მისაღები, იმისთვის რომ იყოს საყვარელი, სულ მუდმივად რაღაც პირობები უნდა შეასრულოს. ეს ღირებულებითი ნაწილი თვით შეფასების, სადაც მე ვარ უპირობოდ მისაღები და ღირებული, უკვე არ არსებობს და მთლიანად მიმული მაქვს თვით შეფასება კომპეტენციებზე და სულ ვცდილობ, რომ რაღაცა შედეგები დავდო და თითქოს ეს კარგია, ხო, რატომაც არა, რომ ბავშვი შედეგებს დებს, მაგრამ არ არის ჯანსაღი. არ შეიძლება მთელი ცხოვრება, რომ რაღაცა შედეგების დევნაში ვიყო, ხო, ყოფნის მდგომარეობაც მჭირდება, ღირებულებაც მჭირდება და მოკლედ ეს დიდი გამოწვევაა ყველა საზოგადოების, მათ შორის ჩვენი საზოგადოებისაც და მე სულ ამბობ, რომ პირველი, ასე ვთქვათ, არის ის, რომ მშობლებმა დავიწყოთ ჩვენ თავში აი ამ ჯანსაღი თვითშეფასების ფორმულირებაზე მუშაობა და როგორც წესი კომპეტენციების ნაწილში მეტნაკლებად გამოგვდის ხოლმე, მაგრამ იქ სადაც უპირობოდ უნდა მივიღოთ საკუთარი თავი, პირველ რიგში ჩვენ თავზე უნდა ვიმუშაოთ, რომ მე ეს ჩვენ შვილსაც გამოვიდეს და იდეაში ხო ნებისმიერი მოდელი ავტომატურად გადადის შვილზე და სულ ვამბობ, რომ ძალიან ბევრ შრომობთ, რომ ჩვენ შვილებს დაუტოვოთ რაღაცა შთამომავლობა, ხო? არა ვიცი, რაღაცა სახლი, მანქანა, ქონება, რაღაცა სწავლა, განათლება მიცეთ და ასე შემდეგ და რეალურად აი ეს ბედნიერების ინდექსი, რასაც ვაძლევთ, ყველაზე ღირებულია, რაც შეიძლება მიცეთ, იმიტომ რომ იქიდან იწყება მათი განვითარება და თუ მე ამაზე არ ვიმუშავებ, მაშინ მათ მოუწევთ ამაზე მუშაობა, ისევე როგორც მატერიალურ რაღაცებზე ძალიან თვალნათელია ეს, მაგრამ არამატერიალურზე გაცილებით უფრო ღირებული, ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში ეს. კი, სამწუხაროდ საბედნიეროდ არ ვიცი, მემკვიდრეობითია ეს ყველაფერი და ერთის მხრივ კარგიც არის, იმიტომ რომ რეალურად ხშირად მშობლები თავის ტკივილებს უბრალოდ არ უსმენენ. ეს ხომ ძალიან მტკივნეული პროცესია და ისინი არჩევენ, ასე ვთქვათ, იყვნენ გაყინულები ემოციურად და თავიანთ ტკივილებზე არ იფიქრონ. და ეს ძალიან რთულია. ამიტომ საკუთარ ბედნიერებაზე მუშაობა უდრის ბედნიერი შვილების გაზრდას. ეს არის იდეალური ფორმულა, კი. ნამდვილად აი აქ ზუსტად როცა ვსაუბრობთ ემოციურ სეპარაციაზე, ეს არის ის გამოწვევა, რაც პრინციპში ბევრ თაობას გაუჭირდა. ემოციურად შეიძლება ადამიანი დამოუკიდებელი იყოს ფინანსურად, რაღაცა ფიზიკურადაც ცხოვრობდეს დამოუკიდებლად, მაგრამ მას არ ქონდეს ემოციური სეპარაცია მშობლისგან გავლილი. ძალიან ხშირად ხვდებით ამას დასრულებში, ხო? რატო? იმიტომ რომ შესაძაც რაღაცა სეპარაციის პროცესი იყო მტკივნეული, იქ გაიყინა, საერთოდ გაჩერდა, ასე ვთქვათ, ემოციური განვითარება და აი ფიზიკურ განვითარებაზე ხო ძალიან მარტივია, რომ პირობითად მე რო ვისწავლო რაღაც არ ვიცი, სახლის დაალაგება, საჭმლის კეთება, რაღაცა ფიზიკური აქტივობები, ეს უნდა ვაკეთო და ემოციებთანაც იგივეა, მე თუ არ შევეხე იმ რაღაცა ტკივილს, რაღაცა ეგრეთ წოდებულ არასასიამოვნო ემოციებს, ვერასდროს ვერ ვისწავლი ამ ემოციებთან გამკლავებას და თუ მე ერთხელ არ მომეწონა ეს ემოცია და მე არასდროს აღარ შევეხე ამ ყველაფერს, საერთოდ გავწყვიტე რა რაღაც მომენტში აქ განვითარება, ეს ნიშნავს, რომ მე საკუთარ თავთან ურთიერთობა გავწყვიტე, სხვა ადამიანებთან ურთიერთობა გავწყვიტე და სადღაც იმ ასაკში, რა ასაკში ტკივილი ვიგრძენი, გარკვეულ ემოციასთან შეხება, იმ ემოციურ ასაკში დავრჩი. ანუ ჩემი ემოციური სიმწიფე არ მოხდა და ამას ძალიან ხშირად ვაწყდებით დასრულებში და შემდგომ ეს მოდელი ესე გაუცნობიერებლად გადაეცემათ ბავშვებს და ანუ ნაკლებად ვმუშაობთ ხოლმე, აი შეიძლება ფიზიკურ სეპარაციაზე ვიმუშაოთ, ფსიქიკურზეც მეტნაკლებად ხო, აზროვნებაზე რაღაცა საკუთარი აზრის, მაგრამ აი ემოციურ სეპარაციაზე ალბათ ყველაზე ნაკლებს ვმუშაობთ, იმიტომ რომ ეს კიდე უფრო მტკივნეული პროცესია. კი და ძალიან ხშირად შემდგომ მშობლები, რომლებიც სამწუხაროდ რაღაცის გამო ვერ გამოეყვნენ თავიანთ მშობლებს, ანუ გარკვეული სეპარაცია ვერ მოხდა, ხო? ჩვენ ხო პარტნიორულ ცხოვრებაშიც მოვდივართ ჩვენი ბავშვობის აჩრდილებით. და შემდეგ ბავშვობის აჩრდილებს ვებრძვით ხოლმე ერთმანეთში, ძალიან ხშირად, ეს ცნობილი ფაქტია, რომ პარტნიორების და ცოლ-ქმრის კამათი თუ ჭუბი თუ მიუღებლობა ეს არის რაღაცა საკუთარი ბავშვობის ნაწილების მიუღებლობა. როდესაც ამას დავამუშავებთ, შემდეგ უცებ ხვდები, რომ საერთოდ არაფერი არა გაქვს, არც საჭუბარი და არც საკამათო იმ ადამიანთან, რომელიც შენს წინ არის, ხო? აბსოლუტურად ხო, ყველაფერი შენში ხდება. ეს ძალიან საინტერესო ბონუსი აქვს
აი შენი შინაარსების გაცნობას, ანუ როდესაც ეცნობ იმ შინაარსებს, იმ არს, რომელიც თუნდაც გააჩნია კონფლიქტს, რომელიც თუნდაც გააჩნია რაღაცა ემოციას, რომელიც შენთვის ტკივნეულია, რომ კი არ დახუჭო თვალები, არამედ ჩაყვე და გაარკვიო, იმიტომ რომ რეალურად ჩვენ ხო ვიცით, რომ ეს ყველაფერი ლაგდება და ძალიან კარგად ლაგდება და ბონუსი არის ბედნიერების განცდა და ბედნიერების განცდას მხოლოდ ბონუსია, სხვანაირად ვერ მოვიპოვებთ. ეს პროცესი უნდა გავიაროთ. ხო, ანუ როგორც ნებისმიერ უნარს კეთებით, ასე ვთქვათ, ვსწავლობთ, უნდა ვაკეთოთ, უნდა შევეხოთ რაღაცას, რომ ეს გამოგვივიდეს, ემოციებთანაც იგივეა, მოგვიწევს რაღაცა ტკივნეულ პროცესებთან შეხება იმისთვის, რომ გავიზარდოთ ამ ემოციებთან ურთიერთობაშიც და ის გამოწვევები, რაც საზოგადოებას აქვს, მათ შორის დამოკიდებულებები და მათ შორის არაჯანსაღი ურთიერთობები, პრობლემები მოკეთ ურთიერთობებში, ყველაფერი მოდის იმისგან, რომ ემოციური სიმწიფე ადამიანებში ნაკლებად არის, ანუ ნაკლოვანების მდგომარეობიდან შევდივართ, მაგალითად პარტნიორულ ურთიერთობაში და შესაბამისად მთელი ჩვენი შინაგანი, ასე ვთქვათ, დანაკლისების ამოვსებას გადავაბარებთ ხოლმე მოკეთ სხვა ადამიანს, ხო? და სინამდვილეში ხო ჩვენ თუ არ ამოვივსეთ ეს დანაკლისი მუდმივად გარედან ვერავინ ვერ ამოავსებს ამ ჩვენ დანაკლისს და ეს ზუსტად აი ეს სეპარაციის ასე ვთქვათ არასდასრული ემოციური მდგომარეობით არის გამპრებული და იგივე ეხება შემდგომ დამოკიდებულებებს, იმიტომ რომ რაღაცით მე თუ არა ურთიერთობით რაღაცა ნივთიერებით კვებით რაღაცით ვცდილობ ამის ამოვსებას და მე მივდივარ დამოკიდებულებამდე ან რაღაცა კვებით აშლობამდე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ მოკლედ აი ეს თემა ემოციური სიმწიფის ერთ-ერთი ესეთი ფუნდამენტური თემაა, რომელიც მე ძალიან კარგად ალაგებს ხოლმე დასრულობას და ადამიანი უკვე გადარჩენის რეჟიმში კი აღარ ცხოვრობს, არამედ განვითარების რეჟიმში გადადის და არის აბსოლუტურად ჯანსაღი თვითშეფასები, სადაც იცის რომ ის არის უპირობოდ მისაღები და ღირებული, ეს განცდის დონეზე, ემოციურ დონეზე და თან იცის რომ ერთადერთი ადამიანი, ვისაც შეიძლება შეიდაროს, არის თვითონ, იმიტომ რომ კომპეტენციების განვითარებას და ჩვენ სხვებს ვერ შევედრებით, იმიტომ რომ აბსოლუტურად არა ერთნაირი საწყისი წერტილი არასერთ ადამიანთან არ გვაქვს, შესაბამისად როგორ შეიძლება რომ სხვა შევედაროთ, ხო? ერთადერთი ვისაც შემიძლია კომპეტენციებთან მიმართებაში ავიღოს სწორება ვარ მე და კომპეტენციებსაც აი ამ უკვე ჯანსაღი, ასე ვთქვათ, თვითგანცდის, ხო, თვითსიყვარულის მდგომარეობიდან ვცდილობ რომ მუდმივად რაღაცები გავაკეთო იმისთვის რომ უფრო წარმატებული ვიყო, უფრო ლამაზი ვიყო, უფრო მდიდარიც ვიყო და აი ეს ყველა უფრო კარგი ურთიერთობები მქონდეს, უფრო კარგი ცხოვრების ხარისხი მქონდეს. აი ეს არის ის მდგომარეობა, რაც თუ მოვახერხე რომ მე გავხდე ფიზიკურად, ემოციურად და ფსიქიკურად დასრული, შემდგომ უკვე იწყება მოკლედ განვითარება და განვითარების რეჟიმში ვცხოვრობ და ყველა სხვა შემთხვევაში სულ ვცხოვრობ გადარჩენის რეჟიმში. თითქოს ყველაფერი მაქვს, მაგრამ მაინც სულ რაღაცა დანაკლისების ამოვსებაში ვარ და აქ პროგრესი არ მაქვს. ეხლა რომ საუბრობდით, ნახე, რაღაცა დამილაგდა ერთიანი სურათივით დამილაგდა სიტუაცია, რომ პრობლემები რაც გაგვაჩნია, ასე ვთქვათ, ერთგვარი დრაკონის სხვადასხვა თავები რო დავარქვათ, ხო? და რომლის მოგვარებითაც არ უნდა დაიწყო, ფაქტობრივად გვარდება ყველა. იმიტომ რომ აი მაგალითად მაგ რაღაც კვებითი აშლილობა. ხო, ვიწყებ ამის დალაგებას, აუცილებლად იქ ჩავდივარ. ხო, რამაც გამოიწვია. კი ბატონო, ფსიქოსომატიკა, კი, რაღაცა მაგშაკიკი ან ძალიან ხშირია ხოლმე, რაღაცა კუჭნაწლავის ფუნქციის მოშლა ამ ბოლო დროს ძალიან ხშირად ხდება, რომელიც გარკვეული სტრესის ფონზე მიმდინარეობს. ვიწყებ ამაზე მუშაობას, ფსიქოსომატიკა ისევ მივდივარ, ვამუშავებ ამ საკითხს. ეხლა ნახე, ერთ-ერთი დრაკონის თავი არის, ჩემ მოზარდ შვილთან ვერ ვალაგებ ურთიერთობას. ვიწყებ ამაზე მუშაობას, ისევ იქ ჩავდივარ, რომ მე უნდა დავლაგდე. ამიტომ ნებისმიერი რამ, რაც გვაწუხებს, ეხლა კიდევ ერთხელ ნათლად დავინახე, გვაწუხებს იმიტომ, რომ მიგვიყვანოს, მიგვითითოს გზა გვაჩვენოს, იმიტომ რომ ნებისმიერი პრობლემის მოგვარება. ოღონდ რეალურად მოგვარებას რო იწყებ და არა ამოვსებას, ხო? მიდის იქ, რომ შენ იწყებ საკუთარ თავზე მუშაობას. და იმიტომ მიყვარს ზუსტად ეს პიროვნული ზრდის პროცესი. ძალიან ხშირია ხოლმე რომ ტრენინგებზე მეკითხებიან, ანუ აი მე მაგალითად მინდა ფინანსური კეთილდღეობა ვიღაცას აწუხებს ფაღარათი და აი ვიღაცას მესამეს უნდა იპოვოს თავისი პარტნიორი და აი ერთ ტრენინგზე რატო ვზივარ და აქ საუბარი არის იმაზე რომ რეცეპტებს კი არ ვიძლევით კონკრეტულ სიტუაციაში როგორ მოიქცე რეცეპტი ერთია შენი თავი უნდა გაიცნო
იცნო, შენი თავის ის ვარიანტი, ის ვერსია, რომელსაც ყველა კითხვაზე აქვს პასუხი და აი აქაც როცა ვსაუბრობთ, ფაქტობრივად მოზარდებზე დავიწყე და ისევ იქ ჩავედით, იმიტომ რომ მოზარდობის ამინც, ანუ რამდენად შეძლებს ბავშვი ჩამოყალიბებას და ჩამოყალიბდება პიროვნებად, აი ამ ამინც ქმნის მშობელი. და როგორი კეთილი სურვილებიც არ უნდა კონდეს მას, თუ მას არ აქვს ამისი რესურსი, თუ მან არ იცის ეს როგორ გააკეთოს, მას არ გამოსდის. აი მაგალითად, როგორი კეთილი სურვილიც არ უნდა მქონდეს მე, რომ ჩავატარო ქირურგიული ოპერაცია, თუ მე არ ვიცი ქირურგია, მე ამ ოპერაციას ვერ ჩავატარებ. ამიტომ ისევ საიდანაც არ უნდა დავიწყოთ, მოვდივართ იქ, რომ აი ჯადოსნური ჯოხი არის ჩვენს შიგნით. წალსახად კი და ეს არის ზუსტად ყველაზე მნიშვნელოვანი მოზარდთან მუშაობის დროს, რომ მე პირადად მოზარდებთან როცა მუშაობ, სულ ვამბობ ხოლმე, რომ მე უფრო ბევრ რაღაცას ვსწავლობ მათგან, ვიდრე ისინი ალბათ ჩემგან და მშობლების ფოკუსიც თუ ესე, როცა ესეა მიმართული, რომ აი რას მასწავლებ და ზოგადად მოზარდთან ურთიერთობაში კი ნებისმიერ ადამიანთან ურთიერთობაში ხო ჯანსაღი დამოკიდებულება ის არის, რომ რას მასწავლის ეს ურთიერთობა ჩემ თავზე. იმიტომ რომ მე ჩემი ახმის პრიზმა მაქვს და ერთი და იგივე მოვლენის მიმართ აბსოლუტურად სხვადასხვანაირი ახმები და ხედვები გვაქვს და სხვადასხვა ემოციები გვიჩნდება ერთი და იგივე მოვლენის მიმართ ორ სხვადასხვა ადამიანს და მოზარდთან ურთიერთობასაც თუ ესე შევხედავ რომ აი ეს რას მასწავლის მე ჩემ თავზე და მე რა შეიძლება გავაუმჯობესო იმისთვის რომ მისი მხარდამჭერი ვიყო გაცილებით უფრო კარგია ხოლმე შედეგები ვიდრე ის კატეგორიულობა რომ აი მე ზუსტად ვიცი როგორ უნდა მოიქცე შენ ამ დროს მე როგორ უნდა მოვიქცე ზუსტად ისიც არ ვიცით სინამდვილეში ხო აი ეს კატეგორიულობა ცალსახად არ მუშაობს და მით უმეტეს ყველაზე კარგი რაც აქვს ამ ახალ თაობას, ამასაც ახშირად ვსაუბრობ ხოლმე, არის ღიაობა. განსხვავებით რაღაცა ჩვენი თაობისგან და წინა თაობისგან, ჩვენ მეტნაკლებ უფრო მეტად თავაზიანი თაობა ვიყავით და ამაზე მოკლედ ძალიან ბევრს მეჩხუბებიან ხოლმე თავაზიანობა რატომღაც ზრდილობასთან ასოცირდება. არა, ჩვენ ვსაუბრობთ ახლა ემოციის გამოხატვის ფორმებზე. ეს ჩვეულებრივი არის ვექტორი, ღიაობა როცა გარეთ არის მიმართული ემოცია და თავაზიანობა როცა შიგნით არის მიმართული ვექტორი და თავაზიანობა ყოველთვის თავის დაზიანებაზე გადის თვითონ სიტყვაც ესეთი ქართულში უნიკალური გვაქვს თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ ეს ზრდილობას არ გულისხმობთ ამაში ამის გამო კიდევ მოკეთ ბევრჯერ გამლანძღეს და ეხაც რო აღარ გამლანძღონ თავაზიანობა ნიშნავს რომ მე მინდა რომ ვთქვა არა და ვამბობ კის და ყოველ ჯერზე როდესაც სხვას ვეუბნები კის ჩემ თავს ვეუბნები არას ანუ ვიზიანებ ჩემ თავს და ამ მოდელში გავიზარდეთ სამწუხაროდ ბევრი თაობა მოკეთ იზრდებოდა ამ მოდელში და ეხანდელი თაობა მეტნაკლებად არის ღიაობისკენ მიდრეკილი თაობა თუ რა თქმა უნდა მშობლებმა რაღაცნაირად ხელოვნურად არ მოვახვიეთ თავზე ჩვენი თავაზიანობა, ანუ ჩვენი შიგნით მიმართული ვექტორი ემოციების და ეს განსაკუთრებით საშიში არის გარდატეხის ასაკში, იმიტომ რომ გარდატეხის ასაკში ხო ისედაც საკუთარი თავის მიუღებლობა ეწყებათ მოზარდებს, იმიტომ რომ ფიზიოლოგიური ცვლილებები ხდება, რაღაცეები ხდება, იცვლება ორგანიზმში და მე მეწყება ჩემი თავის მიუღებლობა და თუ მე ამ დროს ღიად არ გამოვხატავ აი ამ ეგრეთ წოდებული ფარული სიძულვის ემოციური ტონი მაქვს რა საკუთარი თავის მიუღებლობის გამო დამნაშავე ვხდება, რაღაცა მინდა რომ გავაფუჭო და ეს რაღაცა გაფუჭება გარეთ თუ არ გამოვიტანე პირობითად რა ვიცი მერხი არ დავჭყაპნე ან რაღაცა კედლები არ დავხატე ან რაღაც მაშინ შიგნით მივმართავ ამას და ძალიან ხშირად რასაც აკეთებენ მოზარდები თვითდაზიანება ან კიდე უფრო რაღაცა ანუ ესეთ ტიპის ურთიერთობაში შევედი ან ზუსტად მოწევა დავიწყე რაღაცა რომ თვითდაზიანებაში ვარ რა იმიტომ რომ ღიად არ მაძლევენ საშუალებას რომ კი გამოვხატო და ამ მდგომარეობაში არიან ზუსტად ბულერი ბავშვებიც ხო ისინი პროექცირებას სხვებზე ახდენენ ანუ თავის დაზიანების ნაცვლად რა თქმა უნდა ამითაც თავს იზიანებენ თუმცა უფრო სხვებზე ახდენენ ასე ვთქვათ ბულინგს რა და ეს ეტაპი მოკლედ გარდატეხის ასაკში არის ძალიან ნორმა და ამ ეტაპში ჭირდება ზუსტად ის რომ მოვუსმინოთ მოზარდებს და მათ ემოციებს მივცეთ არსებობის უფლება და ყველაზე ცუდი რაც შეიძლება უთხრათ ამ დროს მოზარდს არის რომ შენ ამას არ უნდა გზნობდე ანუ რანაირად არ უნდა გზნობდეს გზნობს ხო ამ ემოციებს გზნობს და ჩვენ რომ მივცეთ ახლა ჩარჩო ადამიანს რომ რა უნდა იგრძნოს ეს ხო არ მუშაობს ესე და რასაც გზნობენ უბრალოდ ამაზე უნდა ვესაუბროთ არ უნდა იყო გაბრაზებული და დასრულებული ხო არ უნდა იყოს სევდიანი და ასე შემდეგ და ამ დროს ეს ემოციები არის ის რესურსი რაც მოზარდს ამ სიტუაციასთან ამ გარემოსთან გამკლავებაში ეხმარება იმიტომ რომ სინამდვილეში ემოციები ხო ადაპტაციური ხასიათის არის და წარმოიქმნება იმისთვის რომ გარემოსთან ადაპტაციაში დაგვეხმაროს და ჩვენ რაღაცნაირად დავახარისხეთ ეს ემოციები რომ ვთქვით რომ ეს ცუდია ეს კარგია და მოდი მხოლოდ კარგი ემოციები
ემოციები ვიგრძნოთ და ამ დროს არც ერთი ემოცია არ არის არც კარგი და არც ცუდი, ყველა ადაპტაციური ხასიათის არის და ყველა გარემოსთან ადაპტაციაში გვეხმარება და აი ეს თემა რომ გარდატეხის ასაკში ღიაობის ყველა ასაკში და ყოველთვის ღიაობისკენ მიმართოთ, ანუ გარეთ მიმართოთ ვექტორი და ეს გარეთ მიმართვა იმას არ ნიშნავს რომ ბრაზის დროს მაგალითად ვინმეს ხელი შემოვარტყათ რა თქმა უნდა, ხო? აქ ქცევის მართვაზე კიდე ცალკე ეს არის, რა ქვია, ეს მოდელებს კიდე ჩვენ ვაძლევთ, ხო, ჩვენ შვილებს როგორ მოიქცნენ ამა თუ ემოციის ფონზე, მაგრამ აი მინიმუმ რომ ღიაობა ნიშნავს იმას, რომ ვისაუბროთ ამ ემოციებზე და მივცეთ ამ ემოციებს არსებობის უფლება და სულ სხვანაირად ხდება მე ამ ყველაფრის დალაგება და იმ შემთხვევაში, როდესაც აი თავაზიანობისკენ, ანუ შიგნით მიმართული ვექტორია ემოციის, მაშინ იწყება ძალიან ბევრი პრობლემა, რაც არის თვითდაზიანება, მოკლედ ან ჩაკეტვა, დათრგუნვა თავისი ემოციების, მე შესაბამისად თუ ეგრეთ წოდებულ ცუდ ემოციებს ვეგრძნობენ, ვეღარც კარგს ვეგრძნობენ, მე შესაბამისად კავშირს საერთოდ სხეულთანაც კარგავენ ინფორმაციას, რაც მოაქვს სხეულს, ხო? ყველაფერთან წვდომა იკარგება, თუ მე ვახშობ, ასე ვთქვათ, ჩემს ემოციებს შიგნით მიმართავ და თან ადრე თუ გვიანოს თუ ვამბობ ხოლმე, რომ ეს კონტეინერი რაღაცა ზომის ხო არის და ადრე თუ გვიანოს კონტეინერი აუცილებლად ივსება და რაღაცა უფრო ცუდში გადაიზრდება ხოლმე. ამიტომ ერთი ძალიან კარგი რიტუალი, რასაც მშობლებს ვეუბნები, ეს არის გულითადი საუბრის საღამოები, სადაც ადამიანები უბრალოდ ოჯახის წევრები საუბრობთ ჩვენს ემოციებს და პირველ რიგში ჩვენ უნდა მივცეთ მაგალითი ჩვენ შვილებს, რომ ჩვენც ვისაუბროთ ჩვენ ემოციებზე, იმიტომ რომ ჩვენც ხო არ ვსაუბრობთ როგორც წესი, მხოლოდ ფაქტებს ვსაუბრობთ, ხო მე რა მოხდა სკოლაში, რაღაც ჩემს სამსახურში და ასე შემდეგ და თუ როგორ ვიგრძენი თავი, რა ვიგრძენი, ამაზე მეც ვილაპარაკებ და ამ მოდელს მივცემთ, მოზარდებს რომ მათაც თავისუფლად კონდეთ საშუალება ისაუბრონ საკუთარ ემოციებზე და ყველა ემოცია ასე ვთქვათ მოსულა და ყველა ემოციას აქვს არსებობის უფლება მინიმუმ სახში მაინც ეს აბსოლუტურად შეცვლის ასე ვთქვათ აი ამ გარდატეხის ასაკთან გამკლავების ეტაპებს მართლა როგორი საინტერესო სიტყვა თავაზიანობა და თვითდაზიანებასთან მივდივართ. ნინო, აი ეს ღიაობა ძალიან მნიშვნელოვანი თემა, რაც შენ წამოჭერი და ჩვენ საზოგადოებაში აი ძალიან ხშირად არის, რადგან არა ვართ დიდი ქვეყანა კიდე და მიჯაჭული ვართ ინფორმაციას ყოველდღიურად, რაც სხვა ქვეყნებში არის ნაკლებად, ბევრ რამეს ვაკვირდებით. და ძალიან ხშირად ვხედავთ მაგალითად რაღაცა მოძალადე ბავშვების ჯგუფებს თუ დაჯგუფებებს, რომლებიც ახორციელებენ რაღაცა ქმედებებს, ვიღაცას კლავენ თუ ძალადობენ მოკლედ. და ასევე ვხედავთ მათ უკან დგარ მშობლებს, რომლებიც გაოგნებული უყურებენ თავიანთ შვილებს, რადგან თავიანთ შვილებს ეგეც არ იცნობენ. და აი ზუსტად აქ მივდივართ, აი ამას რომ ვხედავ ხოლმე იმ ღიაობასთან, რომ ეს დამყოლი ბავშვი, რომელიც მორგებული არის იმ ოჯახის რეალობას და სადაც ეუნევიან გაჩუმდი ჩუმდება და სადაც ეუნევიან დაჯექი ჯდება, ის მას ვერსად ვერ მიაქვს ის რაც მის შიგნით ხდება და შემდეგ ჩადის გარკვეულ დანაშაულებებს. ამიტომ აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი და დასაფიქრებელია, რომ ჩვენ ჭკუაზე როცა დადის უკვე ადამიანი 14, 15, 16, 18 წლის და უსიტყვოდ ასრულებს ჩვენ ბრძანებებს, ხო? აქ ძალიან დასაფიქრებელია სად მიდის ეს ემოცია. ეს არის იმიტომ რომ შეუძლებელია ეს ემოცია არ არსებობდეს. ის ან შიგნით ანგრევს მას და დავატარებთ სადღაც ექიმებში, ხო, ან მერე გადადის უკვე იმ აგრესიაში. ხო, არსად არ ქრება ეს ემოცია. ამაზეა ზუსტად საუბარი, რომ ჩვენ ვეუბნებით ადამიანს, რომ ეს ემოცია არ უნდა იგრძნო. ну მან იგრძნო უკვე ეს ემოცია, აქ ჩვეულებრივი კოგნიცია ხდება, ხო, ნებისმიერი რაღაც ემოცია როგორ წარმოიქმნება, ხო, რაღაც აღქმის შედეგად ჩდება ჩემს ხელში რაღაც ემოცია, რომელიც იწვევს რაღაც კოგნიციას და ეს კოგნიცია გენეტიკურად არის განპირობებული ჩემში იმის გამო, რომ მშობელმა მითხრა, რომ შენ შიში არ უნდა იგრძნო, ბრაზი არ უნდა იგრძნო, ეს კოგნიცია არ გაჩერდება, ხო? და უბრალოდ მე ქცევაში ვერ გამოვხატავ ამას, სიტყვებში ვერ გამოვხატავ ამას და ეს გროვდება და აი ამ წეღარაზე ვსაუბრობდი, გარდატეხის ასაკში რაც არის, ეს არის ფარული სიძულის ემოციური პირდაპირ ესე ქვია და ფარული სიძული არის საკუთარი თავის მიუღებლობა და სადაც მე არ მაძლევენ ჩემი ემოციის გამოხატვის უფლებას ეს მე გავიჭედები ამ ფარული სიძულის ემოციური ტონში და სხვანაირად ამ ემოციური ტონს დამნაშავის ემოციური ტონი ქვია და აუცილებლად ან სხვას დაუშავებ რაღაცას ან საკუთარ თავს მხოლოდ ამ ემოციური ტონში შეუძლია ადამიანს დანაშაულის ჩადენა სხვა ემოციური ტონი არც და აბსოლუტურად ყველა დამნაშავე არის ჩარჩენილი მოზარდობის იმ ასაკში, როცა მას ემოციის გამოხატვის საშუალება უკლებლივ ყველა.
არის მოზარდი, რომელიც ვერ გადავიდა ზრდასრულობაში. სხვა ალტერნატივა არ გვაქვს. კი, და ამის გამო ვერასდროს ვერ მიიღო საკუთარი თავი. და საკუთარი თავის მიუღებლობის დონიდან, ასე ვთქვათ, ოპერირებს, რა ვიცი, ეს მასშტაბები არის საკუთარი თავის მიუღებლობის დამოკიდებული იმ დანაშაულზე, რომელსაც ეს ადამიანი ჩადის. მე ვიღაცამ შეიძლება ომი წამოიწყოს ამის გამო. სამწუხაროდ გვაქვს მსგავსი მაგალითებიც. ვიღაცამ შეიძლება კლასას მოწიწკნოს თვები და ვიღაცამ შეიძლება ომი წამოიწყოს. გააჩნია ემოცია რამხელა. გააჩნია რამდენი ხანი აგროვებდა ეს ადამიანი ამ ემოციას, კი. ესე იგი, მოდი გადავიდეთ იმ საკითხზე, რა არის ნორმა. აი მაგალითად შენ ახსენე 0-დან 7 წლამდე, ხო? მე 7-დან გამოყოფა მოდის ხო, ეს ერთ-ერთი თეორიის მიხედვით, რომელიც არც ესეთი აქვს კარგი ესე ვთქვათ, საფუძველი ამ თეორიასაც და კარგი მოდელია. თუმცა ყველაფერი ძალიან ინდივიდუალურია. რა ნაბიჯები უნდა გადადგას? ნუ ცოტა ჩვენი წინათაობისთვის წარმოუდგენელია, მე მინახავს მაგალითად დედა, რომელიც მოდის ჩემთან პრობლემით, რომ ჩემმა შვილმა მითხრა, რომ კარზე დამიკაკუნეო. ხვდები და ეს არის მისთვის აბსოლუტურად წარმოუდგენელი, იმიტომ რომ გონია რომ რადგან მან გააჩინა ეს შვილი, ეს საზღვრები არასოდეს არ უნდა არსებობდეს. ხო და მე ასევე ვდგები ხოლმე იმ ფაქტის წინაშე, როდესაც მე მიწუნებენ შვილის აღზრდას. იმიტომ რომ ჩემმა შვილმა თავისუფლად შეიძლება თქვას, რომ არ მინდა მე რომ აკოცო, ან არ მინდა რომ ჩამეხუტო. და ეს არის ჩვეულებრივი მიღებული ფაქტი. ან არ უნდადეს აქ ყოფნა ან იქ ყოფნა და შეიხუროს კარები და შევიდეს თავის ოთახში და ეს აღიქმება რაღაცა გარკვეულ თავაზიანობის ან ზრდილობის ნაკლებობად. თუმცა მე მაინც მგონია რომ ადამიანს თუნდაც აი აბსოლუტურად გაუზრდელს რომ გამოვიყვანოთ ადამიანი რომელიც ტყეში გაიზარდა მაუგლისავით, ხო? 3 წელიწადში ჩვენ შეიძლება მას თავიდან ბოლომდე უმაღლეს დონეზე შევასწავლოთ ზრდილობა, ეტიკეტი, ქცევა, მაგრამ რასაც გაგვიჭირდება რომ შევასწავლოთ ეს არის შინაგანი საყრდენი, საკუთარი თავის მიღება, რომელიც ძალიან რთული სასწავლია. ამიტომ მოდი რაღაცნაირად გავყვეთ, აი მაგალითად 10 წლის ასაკში რა ნაბიჯი შეიძლება გადადგას 11 წლის ასაკში, 12 წლის ასაკში, რაღაც თვითონ ნაბიჯით მაინც შევახედოთ მშობელს, როგორ შეიძლება აი ნელ-ნელა გამოეყოს შულს, მისთვისაც ხო ძალიან ძნელია გამოყოფა. განსაკუთრებით თუ პირად ცხოვრებაში არ ვარ რეალიზებული. ესეთი დედები მიჯაჭულები არიან ხოლმე თავიანთ ბიჭებს და არის რომ მე ყველაფერი ჩავდე მასში და მე კონკურენცია არის ხოლმე ცოლთან, რომ დედის ჭკუაზე არ დადის, ცოლის ჭკუაზე დადის და აი უამრავი პათოლოგიური გამოვლინება აქვს ხოლმე ამას შემდგომ უკვე. და აი მოდი რაღაც ნაბიჯები რო განსაზღვროთ, რომ დაინახონ მშობლებმა რა უნდა გააკეთონ. ხო, აი ძალიან მნიშვნელოვანი არის განსაზღვროთ ზოგადად ყველა ეტაპზე რა არის ჩემი წილი პასუხისმგებლობა რაღაცა პროცესებში. აი ერთ-ერთი ნათელი მაგალითი არის, აი წეგან რო ახსენე რომ ყველაფერი ჩავდეო, ეს ძალიან გავრცელებული მოდელი ჩვენ ქვეყანაში რაც არის, რომ მაგალითად ნუ ყველას ხო გვინდა რომ ჩვენ შულს კონდეს კარგი განათლება. და რო წარმოვიდგინოთ რომ მე 100%-ით ვარ ჩართული ამ პროცესში. და სულ სვავ ხოლმე ამ კითხვას რომ რამდენად არის შენი კონტროლის ზონაში 100%-ით ის რომ შენ შულს კონდეს კარგი განათლება. ეს პირობითად ვიღებ განათლებას ნებისმიერ პროცესთან მიმართებაში ეს კითხვა უნდა დავუსვათ რა. მინიმუმ შულსაც ხო უნდა უნდოდეს, ხო? 100% არ არის. ან შეეძლოს რაღაც ის დონე აწიოს, რომელსაც შენ უსაზღვრავ, კი? კი, ანუ 100% არ არის ეს მშობლის კონტროლის ზონაში. რაღაცები რაც მე მინდა ჩემ შულთან მიმართებაში ეს არ არის 100%-ით ჩემი კონტროლის ზონაში და მაგრამ ეს რახან მნიშვნელოვანია ჩემთვის რომ ჩემ შულს კონდეს კარგი განათლება ან რაღაცა სხვა მინდა რომ ჩემი შვილისთვის, ხო? აქვს ვავ ესეთ კითხვას რომ აი მე რა შემიძლია გავაკეთო ამისთვის. და რაღაცნაირად როგორც კი მე გავმიჯნავ ჩემ წილ პასუხისმგებლობას ამ პროცესებში, ნუ პირობითად რაღაცა უსაფრთხო სივრცით უზრუნველყო, წიგნებით უზრუნველყო, რაღაცა თუ დაჭირდება დავიხმარ და ანუ მასაც დავუტოვებ მის წილ პასუხისმგებლობას ამ პროცესებში, მაშინ ნელ-ნელა ყველაფერი ლაგდება, მაგრამ აი რას შენ თქვი ახლა რომ ყველაფერი ჩავდე ჩემ შულში, როგორც წესი მშობლები რასაც ვაკეთებთ ხოლმე რომ რაღაცა რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია 100%-ით რომ ვიხარჯებით ამაში იმ ადამიანს ვინც ეს უნდა აღასრულოს, ასე ვთქვათ, რეალურად ვისი წილი პასუხისმგებლობაც არის, ხო? არ უტოვებთ თავის წილ პასუხისმგებლობას, მე იმაზე მეტ ენერგიას ვდებ, ვიდრე შეიძლებოდა ამ პროცესში საერთოდ ჩამედო და მე ეს ყველაფერი მთავრდება, რომ თან გადავყევი და არაფერი არ გამოვიდა, ხო? გავრცელებული რაც არის და ამიტომ ყველა განათლება ახლა ძალიან მარტივი მაგალითად და ყველა პროცესში, ყველა ასაკში ეს არის კითხვა, რომ მე რაღაცა რომ მინდა რომ ჩემ შულს კონდეს და მნიშვნელოვანია, ხო? ჩემთვის.
ჯერ ერთი რაღაც ასაკში შეიძლება გავარკვევთ მისთვისაც მნიშვნელოვანი თუ არა, მაგრამ რაღაცები არის ელემენტარული რაღაცები, რაც პირობითად ადამიანის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია და ვიცით უკვე ჩვენ როგორც დასრულება. აი იქ გავმიჯნოთ პასუხისმგებლობები და რა ასაკშიც ბავშვს რა წილი პასუხისმგებლობაც აქვს, იმ ასაკში უკვე აიღოს ეს პასუხისმგებლობები თავის თავზე, თორე მე 40 წლის ასაკში რომ მოვთხოვთ, რომ ეხა შენ წადი და დამოუკიდებლად იცხოვრე, მას არ აქვს განვითარებული, ანუ არ უკეთებია ეს, უნარი ხო კეთებით, ნებისმიერი უნარის განვითარება ხდება კეთებით. მე თუ არასდროს ეს არ გამიკეთებია, 40 წლის ასაკში უცებ ვერ დავიწყებ ამის კეთებას. ყველა ასაკში უნდა მქონოდა რაღაც უნდა მეკეთებინა ჩემი ასაკის შესაბამისად, ხო, ფიზიკურად, ემოციურადაც უნდა მქონოდა რაღაცა წილი პასუხისმგებლობები, ფსიქიკურადაც, ანუ და უცებ 40 წლის ასაკში მინდა რომ ის გახდეს დამოუკიდებელი, რა თქმა უნდა ვერ გახდება, ხო? ამიტომ ესეთი უნივერსალური ფორმულა, რომელ ასაკში რისი კეთება უფლება შეიძლება მიუცეთ ადამიანს, ალბათ არ არსებობს, მე ყოველ შემთხვევაში მე არ მაქვს. ეს არის დამოკიდებული ძალიან ინდივიდუალურია, ხო, ბავშვის განვითარებაზე და მოცემულობებზე, რეალობაზე და ასე შემდეგ. უბრალოდ თავარი არის, რომ ყველა სიტუაციაში მე დავსვა კითხვა, რომ რა შედეგის მიღებას გვინდა, ხო? ან მინდა ჩემი შვილისთვის იმ ასაკში, რა შემიძლია რომ მე გავაკეთო ამისთვის და რა არის მისი წილი პასუხისმგებლობა, ისი უნარი აქვს მას ამ ასაკში და რა არის ჩემი წილი პასუხისმგებლობა. აი, აქ სხვათა შორის იგივე პრობლემები არის ხოლმე მენეჯმენტშიც, აი კონტროლზე და ნდობაზე როცა მივდივართ, ძალიან დიდი რესურსის, გაცილებით უფრო რთულია მე მაგალითად სამზარეულოში ჩემ შვილთან რაღაცა, რა ვიცი, აი 5 წლის, 6 წლის, 7 რაღაც ასაკის ბავშვთან ერთად საჭმელი მოვამზადო, ხო? ვიდრე მე მარტო მოვამზადო, იმიტომ რომ ნუ ის ხელს მიშლის რეალურად, მაგრამ თუ ოდესმე არ მიუშვი ამის კეთებას და თუნდაც შეცდომებით რაღაცები არ აკეთა, არ დაუშვა შეცდომა მე კიდე ვერასდროს უბრალოდ ყურებით ამას ვერ ისწავლის, იმიტომ რომ ყურებით ამის სწავლება არ ხდება, კეთებით ხდება, ხო? მხოლოდ ამის სწავლა და იგივე ხდება ყველა სხვა უნართან მიმართებაში, უკვე დასრულებთან, მაგალითად გუნდებში დელეგირების პრობლემასაც ვაწყდებით ხოლმე და აი ეს არის რა, ცოტა უფრო მეტი ჩართულობა მჭირდება ამ პროცესებში, რომ ბავშვმა აკეთოს და კონდეს სივრცე უსაფრთხო, თუნდაც შეცდომების დაშვების. ფიზიკურად რაღაც შეცდომების დაშვების, ემოციურად რაღაც შეცდომების დაშვების, არასწორი აზრის თქმის უფლებაც უნდა კონდეს, ხო? და თავარია რომ გამოხატვის და ღიაობის საშუალება იყოს, ამაზე სწორი უკავშირი მივცეთ და ეს სწორი უკავშირი გულისხმობს იმას, რომ არა გავაკრიტიკოთ და უირადებელი ხარ ეს რატო თქვი და რაღაც ესეთი ფორმით, ხო? რომ აღარასდროს აღარ მოუნდეს იმ ბავშვს, რომ თავის ემოციებზე ილაპარაკოს. ან ძალიან ხშირად რაც გვემართება ხოლმე, ხა ჩვენი დასრულის გადასახედიდან მოზარდის ემოციები კლასელმა რომ რაღაცა გააკეთა სკოლაში, ხო, სასაცილოდ ჟღერს ხოლმე სინამდვილეში, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ 9 წლის ბავშვისთვის ეს მნიშვნელოვანი არ არის. ანუ აი იმის გაცნობიერება, რომ იმ ასაკში მის ემოციას აქვს აბსოლუტურად ლეგიტიმურია რა ეს ემოცია და ნამდვილია და ამას არ შეიძლება რომ დასცინო და ხო ხო, უცბად უნდა გავიაზროთ ეს და ჩვენ როგორც წესი შეიძლება გაგვეცინოს ამაზე და მე არასდროს აღარ მოუნდება მას რომ გაგვიზიაროს თავისი ემოციები. და მე აი ეს როდესაც იდეაში ეს ავტორიტეტების თემასაც რომ გადავიდეთ, აი ამ ასაკში როდესაც ჩვენ სეპარაციას იწყებენ მოზარდები, ისედაც აღარ არიან მშობლები ავტორიტეტები და ეს ძალიან კარგია, ხო? და პოულობენ გარე ავტორიტეტებს და სწორი ავტორიტეტის პოვნა ზუსტად აქ გადის, რომ თუ მე მაქვს სახში უსაფრთხო სივრცე, სადაც ყველა ემოციას აქვს არსებობის უფლება, ყველა აზრს აქვს არსებობის უფლება, შეცდომასაც აქვს არსებობის უფლება, განშინ გაცილებით უფრო სწორ ავტორიტეტებს პოულობ გარეთაც, ხო? და თუ ეს არა მაქვს, მაშინ იქაც ზუსტად ესეთ რაღაცა არასწორ მოდელებში ვხდები და ისეთ არასწორ ავტორიტეტებს პოულობ, სადაც რაც მე დანაკლისი მაქვს, ასე ვთქვათ, იმას ამოავსებს ის ავტორიტეტი. პირობითად მე თუ აი ჩემი ემოციის გამოხატვის უფლება არასდროს არ მაქვს ოჯახში, იქ შეიძლება გარე აგრესორი მომეწონოს, იმიტომ რომ ის გამოხატავს თავის ემოციებს და რაც მე რისი დანაკლისიც მაქვს, იმას ვხედავ და ის ხდება მე ჩემთვის ავტორიტეტი, რაც ძალიან ხშირად არის ხოლმე, ხო, ესეთი მაგალითები ძალიან ბევრი გვაქვს. და აი აქ, როდესაც ავტორიტეტების ფორმირებაზე კი არა და სეპარაციაზე ვსაუბრობთ, ეს სივრცე არის ის, რაც აი უსაფრთხო სივრცე არის ის, რაც ის საშუალებას აძლევს მოზარდს და დამოუკიდებელ ადამიანად ფორმირებაში გვეხმარება. მშობელს რატო უჭირს რომ შვილის ავტორიტეტის არსებობა დაუშვას სახლს გარეთ? იმიტომ რომ თუ მე როგორც პიროვნება, როგორც პროფესიონალი, როგორც პარტნიორი, ხო არ ჩამოვყალიბდი და მარტო დედობა იყო რაც ვაკეთე,
ხო და ამ დროს უცებ აღმოჩნდება, რომ დედობა ამ ფორმით ჩემს შულს აღარ ჭირდება. ხო, რა ფორმითაც მე ის მქონდა წარმოდგენილი და რა ფორმითაც ასე ვთქვათ, მაგ ნაღვაწი დაბადებიდან 14 წლამდე, მშობელი რჩება უფუნქციოდ და სერიოზულ პრობლემაშია, სერიოზულ სტრესშია, სერიოზულად ტრაუმირებულია, იმიტომ რომ განცდა რომ ის მიატოვეს. ხო? და რომ ის არ არის საჭირო. ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ გარდა იმისა, რომ შვილებს ვზრდით, არის აუცილებლად საკუთარ პიროვნულ მხარეს უნდა მივხედოთ და უნდა გქონდეს რაღაცა ბჭყალებში ვთქვათ გასართობიან საქმე, რომ ბავშვის აღზრდა არ იყოს ჩვენი ერთადერთი გასართობი თუ საქმიანობა. იმიტომ რომ დედობა ერთადერთი როლია. კი, იმიტომ რომ არ მივცემთ მე ბავშვს საშუალებას, რომ ის იყოს დამოუკიდებელი და იყოს ბედნიერი. როდესაც მშობელი არ აძლევს ბავშვს საშუალებას რომ წავიდეს, ფიზიკურად წავიდეს კი არა, არ უშვებს. ხო, ბავშვის თითეული დამოუკიდებელი ნაბიჯი არის დანაშაულის განცდით გაჟღენთილი. და ის ბრუნდება უკან და აქვს ბრაზი მშობელზე, აი იმ დანაშაულის გზნობის გამო, რომლითაც ის არის აღჭურვილი იმის გამო, რომ მშობელს სხვა ფუნქცია არ აქვს და უფუნქციოდ რჩება. და ფაქტობრივად რაღაც მსხვერპლის როლში გამოდის ეს ბავშვი. კი, ეს ემოცია დასრულებს, რაც ძალიან ხშირად აქვს, სწორად აღნიშნე ხათუნა. ძალიან ხშირია სხვათა შორის ეს დანაშაულის განცდით ცხოვრება, არის ზუსტად ეს ემოციური სეპარაცია. ანუ არასდასრული ემოციური მდგომარეობა, სადაც მე ვერასდროს ვერ მოვახდინე მშობლისგან ემოციური სეპარაცია და დღემდე მგონია, რომ რაღაცნაირად ეს ვარ რა. ჩემი მშობლის მშობელი უნდა ვიყო უკვე რაღაც ეტაპზე, მე თვითონ ხვდები ჩემი მშობლის მშობელი, ხო? სადღაც მე ეს დასრულობაში. იმიტომ რომ არ დამთავრდა ეს ჩვენი, ასე ვთქვათ, მისი დამოუკიდებელ პიროვნებად ფორმირება და ჩემი დამოუკიდებელ პიროვნებად ფორმირება. ამ სიტყვა სეპარაციაზე რომ კარგად განმარტოთ ალბათ მაყურებლისთვის, ზუსტად ეს არის, რომ მშობელიც უნდა გახდეს დამოუკიდებელი ინდივიდი და შენც უნდა გახდე დამოუკიდებელი ინდივიდი, მოზარდიც უნდა გახდეს დასრული და დამოუკიდებელი ინდივიდი და ეს დამოუკიდებლობა ამ დამოუკიდებლობაში მოკლედ საშიში არაფერი არ არის თუ სწორად ხდება ჩემი ზრდა და ჩემი ემოციების განვითარება და აი წეღან იქ მასზე საუბრობდი სეპარაციის დროს აი ის რომ ავტორიტეტები მშობლები აღარ არიან და მე უკვე გავდივარ ასე ვთქვათ და ჩემ თანატოლებთან ერთად და ჩემ სოციუმთან ვიწყებ ურთიერთობას ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ რომ მე იქ უნდა მომივიდეს რაღაცეები რაც ჩემში სხვადასხვა ემოციას გამოიწვევს და მე ადამიანი სოციალური არსებაა და ვერ ვიქნები მე მხოლოდ დედასთან და მამასთან, სადაც შეიძლება უსაფრთხოთ ვარ და ეს უსაფრთხოება ძალიან პირობითია, ხო? ნუ იქ ყველაფერი ისეა. მე უნდა მომიწევს სხვა სოციუმთანაც ურთიერთობა, სადაც დაბრკოლებები შემხდება ემოციური თუნდაც და ამას გავუმკლავდები, გადავიტან და იქ როგორც რაღაცა ფიზიკური უნარი გამოვიმუშავე კეთებით, ზუსტად ამ ემოციებთან ურთიერთობაც აი ამ კეთებაში, აი ამ დისკომფორტში, აი ამ არასასიამოვნო განცდებში უნდა გავიზარდო. სხვანაირად უბრალოდ არ მოხდება ეს რა და ეს არის გამოწვევა რომ თუ მე მაგალითად აი წეღანაც ძალიან ხშირად ვლაპარაკობ ამასე და წეღანას თქვი და კიდევ ერთხელ გავმეორდები რომ თუ მე სადღაც რაღაც ემოციის გამო ჩავიკეტე და აღარ ვურთიერთობ ადამიანებთან იმ სიღრმეზე მოკეთ რა სიღრმეზეც რასაც ქვია რა ემოციური ურთიერთობები აი ზუსტად იქ სადაც ტკივილი მივიღე იმ ასაკში დარჩა ჩემი ემოციური სიმწიფე და მე ვეღარ გავხდის დასრული ემოციურად და ეს ძალიან ბევრ რაღაცაში აისახება მე უკვე ჩემს დასრულ ცხოვრებაში. და სხვათა შორის ის მშობლები, რომლებიც ვერ უშვებენ შვილებს, ისინი ჩარჩენილები არიან ზუსტად სადღაც. ცალსახად. მე ჩემი საკუთარი იდენტობა მიბმული მაქვს, ასე ვთქვათ, ხვის იდენტობაზე და ეს პრობლემაა. გაუაზრებელ ზეწოლაზე მინდა ვისაუბროთ, რომელიც ხშირად არის ხოლმე ძალიან აქტუალური, მაშინ როცა ბავშვმა უნდა აირჩიოს პროფესია. ერთია როცა ბავშვს ვეუბნებით ცალსახად რომ შენ უნდა გამოხვიდე ექიმი თუ იურისტი თუ მხატვარი თუ პიანისტი, იმიტომ რომ უნდა გამოხვიდე და დამთავრდა. მაგრამ მეორეა, როდესაც ამას არ ვეუბნებით და გვგონია რომ უფრო უკეთესად ვიქცევით, ვიდრე ის მშობლები, რომლებიც უსაზღვრავენ პირდაპირ. მაგრამ მაინც ზეწოლას ვახდენთ. როგორ დავეხმაროთ ბავშვს რეალურად აარჩიოს თავისთვის პროფესია, ისე რომ არ ჩავერიოთ.
ხო, აქაც ზუსტად იგივე ეს არის დამოკიდებულება, რომ სად არის ჩვენი წილი პასუხისმგებლობა ამ პროცესში ეს გავაცნობიეროთ. ანუ გაცნობიერებულად შევიდეთ ამ პროცესში და მივეხმაროთ მოსარც, რომ მაქსიმალურად გაცნობიერებულად მიიღოს ეს გადაწყვეტილება. სხვათა შორის მე ვუყვები ხოლმე, რომ მე თვითონ სამეცნიეროზე ჩაბარება არანაირ სულ მეგონა რა, ძალიან დიდი ხანი მეგონა, რომ არავის არ ქონია ჩემს ესე წოლა, პირიქით მეუბნებოდნენ ის წლები იყო სამეცნიეროზე ჩაბარება რაღაც ჩაწყობებით რო ხდებოდა და მეუბნებოდა რომ არ გინდა არ ჩააბარო ოჯახში მეუბნებოდა რატო წვალობ შვილო და რაღაც და ნუ არა მე მინდა და უნდა ჩავაბარო და რაღაცა წლები გავიდა ალბათ აი რამოდენიმე წლის წინ მივხვდი რომ რეალურად ეს იყო სოციუმის ზეწოლა. არა, მშობლებს არ მოსწავლე რომ რაღაცა კარგი მოსწავლე რო ხარ, რომ ექიმი უნდა გამოხარ. ხო, იყო ეს რაღაცა კოლექტიური ზეწოლა იყო რა და დღესაც არის ესეთი ყოველთვის არსებობს. მოკლედ, მე შეიძლება მშობელმა არ მოახდინოს ჩემზე გავლენა, მაგრამ რაღაცა კოლექტიური ზეწოლა არის, სოციუმში რაღაცა მიღებული პროფესიები და ასე შემდეგ და ამიტომ ერთადერთი რაც შეუძლია მოზარდს, კი არა, მშობელს რომ დაეხმაროს მოზარდს მაქსიმალურად გაცნობიერებული იყოს ეს არჩევანი, რომ მე ძალიან ხშირად ვსაუბრობ ხოლმე იმაზე, რომ რაღაცნაირად ისეთ ეპოქაში ვცხოვრობთ, მომხმარებლური ეპოქა თუ არ ვიცი რა დავარქვა, ანუ ესეც უწოდებენ მომხმარებლურ ეპოქას, რომ რაღაცნაირად ჩვენი არჩევანი პროფესიის ყოველთვის მიდის ხოლმე იქამდე, რომ ნუ აი ბევრი ფული უნდა მქონდეს რა. ამ პროფესიას ვირჩევ, იმიტომ რომ ბევრი ფული უნდა მქონდეს და ჩემი არჩევანი ეფუძნება ამას, რომ აი სად არის ხა სადიშოვება, ასე ვთქვათ, ბევრი ფული და იმის მიხედვით უნდა ავირჩიო პროფესია, აქვთ ხშირად მოზარდებს შეიძლება ესეთი ფიქრები, როცა საუბრობენ ხოლმე ჩემთან. თუმცა სულ ვამბობ, რომ ფული ხო შედეგია. ანუ მთავარი არის რომ მე ვაკეთებდე იმას რაც მიყვარს, ვაკეთებდე იმას რაც კარგად გამომდის და ამით ვაღწევდე იმ შედეგებს რაც ჩემთვის მნიშვნელოვანი. ანუ ჩემთვის არის მნიშვნელოვანი რომ ეს ცვლილება მოხდეს ჩემი საქმიანობით. რა მინდა რომ დავიღო. ხო, რა არის შედეგი რაც მინდა რომ ამ სამყაროში მოვიდა, ანუ ასე ვთქვათ, ხო, ან რაში მინდა რომ ასე ვთქვათ, ჩემი ენერგია გარდავქნა. თუ ესეთი გაცნობიერებულია ხოლმე არჩევანი, მაშინ მეტნაკლებად უფრო შეგვიძლია რომ შვიდად ვიყოთ და სხვა შემთხვევაში შეიძლება, არ ვიცი, რაღაცნაირად სოციუმის სხვადასხვა ის რა ქვია ჯგუფების ასე ვთქვათ სხვადასხვა ჯგუფების გავლენის ქვეშ მოიქცეს მოზარდი და ეს ძალიან ბუნებრივია რა. ნახეთ, საინტერესო რამ ახსენე, რომ სად არის ჩემი წილი პასუხისგებლობაო. ეხლა უცებ წარმოვიდგინე, რომ მშობელი, რომელსაც ყავს შვილი პროფესიის არჩევის ზღვარზე, იმას აქშია, თავის თავს უსმენს ამ კითხვას, მაგრამ აქაც შეიძლება იყოს მახე. ნახე, ვეკითხები მე ჩემ თავს, სად არის ჩემი წილი პასუხისგებლობა და მაქვს აბსოლუტურად ლეგიტიმური აზრი, რომ ჩემი წილი პასუხისგებლობა გავაფრთხილო, რომ შვილო მშიერი დარჩები აქ თუ წახვალ. ხვდები? ანუ მე კი არ გეუბნები, რომ ეს გააკეთო, მე უბრალოდ გავფრთხილებ. ეს უკვე არის ზეწოლა. მე შენ ადგილას ასე მოვიქცეოდი, უკვე არის ზეწოლა. ამიტომ ფაქტობრივად გამოდის, რომ ზეწოლის გარეშე არ გამოგვდის, მაშინ საუბარი უნდა შევწყვიტოთ. ხო, მაგრამ აი აქ შენ რაც ახსენე მეორე ნაწილში, რომ გააზრებული გავხადოთ მისი არჩევანი. ეს იქნება ყველაზე რეალური. ერთი საინტერესო ამბავი გამახსენდა, ერთ-ერთი მშობელი ცდილობდა, რომ ბავშვისთვის რაღაცნაირად ხელი შეეწყო, რომ მას ნამდვილად ეპოვა თავისი პროფესია. თან ძალიან დიდ როლს ანიჭებდა, რომ აი უნდა გეგონება შეუძლებელი იქნებოდა ამ პროფესიის გამოცვლა და მოკლედ ბავშვმა გადაწყვიტა, რომ სადღაც აბარებს და აი როგორ მივხვდეო, რომ ნამდვილად ის უნდა თუ არითი დავეხმარო. მოდი მეთქი კითხე იქ რატო უნდა და აღმოჩნდა, რომ იქ იმიტომ უნდა, რომ ვიღაცები გოგოები ვინც მოეწონა ისინი იქ სწავლობენ ან ხშირად არის ხოლმე რომ მოზარდი იღებს გადაწყვეტილებას რომ თავისი მეგობრები სადაც აბარებენ იქ უნდა რომ ჩააბაროს და ამ დროს ჩვენ რაღაცა ფილოსოფიურად ვფიქრობთ. ზუსტად ამას გულისხმობთ რომ გარკვეული სოციალური ჯგუფები რაღაცა ჯგუფები მაინც ახდენენ ჩვენზე გავლენას ჩვენ გადაწყვეტილებაზე და ხო კიდე ის არის რომ ეხა ჩვენ ეს თაობა მაგალითად ეს ახალი თაობა ბევრჯერ იცვლის პროფესიას და ესეც არ არის კატასტროფა და საერთოდ ჩვენ ისეთ ეპოქაში ვცხოვრობთ მართლა ყველაზე დიდი შიში სხვათა შორის მოზარდების შიშებს ვიკვლევდი და ყველაზე დიდი შიში არის ის რომ აი რა იქნება მომავალში რომ პრინციპში ყველა ადამიანის შიში ეს არის მაგრამ ამ მოზარდებს ეს გაუცნობიერებელი შიში აქვთ აი რა იქნება მომავალში იმიტომ რომ ძალიან სწრაფი ცვლილებების ეპოქაში ვცხოვრობთ და საერთოდ არ ვიცით როგორი იქნება სამყარო, რო გავიღვიძებთ ხვალ მაგალითად, ხო? და შესაბამისად ჩვენი ტვინიც ხო აქვს ეს
მოთხოვნილება რომ სიცხადე კონდეს რა და მისი სიმშვიდე დამოკიდებული ამაზე რომ რამდენად ცხადად ხედავ ასე ვთქვათ მომავალს და აქ სადაც არ არსებობს ეს სიცხადე რა თქმა უნდა არის მუდმივი შფოთვა და მოზარდებსაც აქვთ ეს მუდმივი შფოთვა როგორ იქნება მომავალი რამდენად მოვახერხებ ჩემი თავის რეალიზებას მომავალში რამდენად გამომივა ის რაც მინდა საერთოდ რა მინდა და ძალიან ბევრი მოკლედ შფოთვა აქვთ მოზარდებს და ამიტომ კიდე მშობლების შფოთვების დამატება ამ პროცესში სრულიად ზედმეტია და ამიტომ არის რა რომ ჩვენ ალბათ როგორც მშობლებმა ძალიან ბევრი უნდა ვიმუშაოთ ჩვენ თავზე რომ ამ პროცესში ჩვენ ვიყოთ მოზარდების მხარდამჭერები და სულ ყვები ხომ კიდე იმ ისტორიას რომ აი ეს ემოციური სეპარაცია რაც უნდა მე მხოლოდ დედის როლში მყოფი დედა ვიყო ასე ვთქვათ და მტკივნეული იყოს ჩემთვის წარმოუდგენელია ალბათ ნებისმიერ დასასრულისთვის რამხელად ტკივილია მოზარდისთვის ანუ ყველაზე რთული სეპარაციის პროცესი ემოციურად არის მოზარდისთვის და ძალიან ხშირად მოუყოლიათ სცენა, როდესაც მოზარდი მაგალითად შეიძლება შევიგდიოს ოთახში შეიჯახუნოს კარები და უთხრას რომ ეზიზღები დედას და რა თქმა უნდა დედისთვის რომელმაც ყველაფერი ჩადო მთელი თავის ცხოვრება ამ შვილში ძალიან რთული მოსასმენია ეს მაგრამ აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი გაცნობიერება, გავაცნობიეროთ, რომ აი ამ სიტყვების უკან, ანუ რამხელა ტკივილი დგას, ანუ რეალურად ბავშვს როგორ ტკივა ეს პროცესი, ხო, რომ შენ ესე მიიჯაჭვე შენი შვილი შენზე, ნუ როგორც მოხდა რა მნიშვნელობა აქვს და როგორც დანაშაული ესე არა, უბრალოდ ესე მოხდა რა. ესეთი მისთვისაც ძალიან მტკივნეულია ეს პროცესი მოკლედ და ამიტომ არ ვიცი, ყველაფერი ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ ამ პროცესში ვიყოთ მხარდამჭერები და ეს მხარდაჭერა მხოლოდ საკუთარ თავზე მუშაობით გამოდის ხოლმე. ხო, რომ როდესაც ბავშვს ტკივა და როდესაც ის ამას განიცდის, ძალიან მნიშვნელოვანია იყო მის გვერდით და არ აღმოჩნდა რაღაც სადამსჯელო ორგანო, ხო, რომელმაც უნდა გამოასწოროს მისი საქციელი. არა და ზიზღიც ეს ერთ-ერთი ემოცია, რომლის უკანაც უამრავი ტკივილი დგას, მათ შორის შიშიც. პოტენციური საფრთხე, კი. ანუ ეს ზიზღი, რომელსაც გამოხატავს მოზარდი არის რეალურად ის, რომ მაგალითად შენ რო რაღაც უთხარი, მისმა ტვირმა ეს აღიქვა როგორც მისთვის პოტენციურად ზიანის მომტანი ქცევა და ამაზე პასუხია ჩვეულებრივი. ამიტომ მოკლედ ეს ემოციების პირველ რიგში ალბათ ემოციებთან ურთიერთობა და ემოციების სახელდება და რატომ წარმოიქმნება ეს ემოცია და რისკენ გვიბიძგებს ჩვენ მშობლებმა უნდა ვისწავლოთ და მე ბავშვებს ვასწავლოთ და ზოგადად ემოციები არის ის რა ჩვენი მამოძრავებელი ენერგია ხო ეს არის რაც გვამოძრავებს ადამიანებს ხო სულ ამბობ ხოლმე რომ ყველა ადამიანი რაღაც ემოციას გრძნობს თუ ემოციას არ გრძნობს ადამიანი ესე იგი მკვდარია ანუ ყველა ცოცხალი ადამიანი რაღაც ემოციას გრძნობს და ამის გაცნობიერება არის ძალიან მნიშვნელოვანი ძალიან მშვიდია რომ იტყვიან და რომ შეხედავდა ადამიანი აბსოლუტურად გაყინულია ყველა ემოცია და გადაყლაპული აქვს უამრავი რამ რაც არა აქვს გამოხატული და მე რაღაცა კონკრეტული რიგი დაავადებები მოყვება ხოლმე ამ ძალიან სიმშვიდეს და ძალიან მორგებას. როდესაც სოციოპათია ხო მეტი არაფერი არ არის, ანუ მე არ მაქვს ემპათია, ანუ მე თანაგანს და არ მაქვს, ანუ მე გავწყვიტე აბსოლუტურად სხვა ადამიანებთან, ანუ საკუთარ თავთან ემოციური ურთიერთობა, შესაბამისად სხვა ადამიანებთან ურთიერთობაც არ გამომივა და ეს არის სოციოპათია და ემპათიის ნაკლებობა. ანუ პრინციპში ადამიანის სოციალური არსებაა და სოციალური არსება ვარ პირველი არის ის რომ ემპათიური უნდა ვიყო ემპათია არა სოციუმთან ურთიერთობისთვის მნიშვნელოვანი და თუ ემპათია არ მაქვს ანუ სოციუმთან არ ურთიერთობ და სოციოპათი ხდები და ეს არის ძალიან დიდი გამოწვევა კი არა ვერაფერი განვითარება ადამიანის სოციუმის გარშე არ ხდება სულ ამბობ ხოლმე რომ მე მგონი ძუძუმწოვრებში ერთადერთი არის ადამიანი რომელიც დამოუკიდე მარტო ვერ გადარჩება ანუ ახალშობილი ბავშვი მარტო ვერ გადარჩება ანუ სხვა ადამიანის გარეშე ჩვენ ვერ გადარჩებით და მეტიც ესეთი ექსპერიმენტიც ჩაატარეს პატარა ბავშვებს უნდათ მოკლედ ერთ-ერთი უძველესი სანამ ადამიანებზე ატარებდნენ მოკლედ კვლევებს უნდათ გამოეკვლიათ არქაული ენა, ანუ რა ენაზე დაიწყებდა ბავშვი ლაპარაკს და ანუ უვლიდნენ ყველაფერი ბავშვებს, უბრალოდ არ ელაპარაკებოდნენ, რომ აბა აი რა ენაზე დაიწყებენ ლაპარაკს და ძალიან ტრაგიკული ფინალი ჰქონდა ამ ექსპერიმენტს, რა თქმა უნდა ბავშვები გარდაიცვალნენ, იმიტომ რომ ადამიანი კომუნიკაციის გარშე არ არსებობს, არ ვითარდება, როგორც წყალი, ანუ და საკვები, ესე ადამიანთან ურთიერთობა, სოციუმთან ურთიერთობა მისთვის ფიზიოლოგიურად გადარჩენისთვის მნიშვნელოვანია და შესაბამისად ეს ემოციებიც არის ის რაც სოციუმთან ურთიერთობაში წამყვანია.
ძალიან დიდი მადლობა დღევანდელი საინტერესო საუბრისთვის. კიდევ ერთხელ მშობლებს უთხრათ, რომ მშობლობა, მით უმეტეს გააზრებული მშობლობა, როდესაც გინდა ბედნიერი შვილი გაზარდო, ეს არის ძალიან დიდი მისია, ძალიან დიდი გმირობა და მინდა წარმატებები ვუსურვო მათ ამ არამარტივ გზაზე. თუმცა აბსოლუტურად ყველა დაბრკოლება დაძლევადია და როდესაც იცი რა გინდა, როდესაც ზუსტად ხედავ მიზანს და როდესაც გამოძრავებს ძალიან ნათელი განცდები, ყველაფერი შესაძლებელია. მე მინდა დაგემშვიდობოთ ამ თემით, აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი, იმისათვის რომ არ გამოგჩეთ გააზრებული მშობლებისთვის ძალიან საინტერესო თემები და ეპიზოდები. გეტყვით, რომ ჩვენი პოდკასტის სპონსორია ფსიქოლოგოსი, აგრეთვე კოუჩინგის საერთაშორისო ასოციაცია. ჩვენს პოდკასტებს გადაღებით უზრუნველყოფს პროფესიონალთა გუნდი Edge Production-ი და ჩემს ჩაცმულობაზე, როგორც ყოველთვის, ზრუნავს Dressing Room Studio. მომავალ შეხვედრამდე.